მოგესალმებით ჩემო კარგო ადამიანებო, მოგიკითხავთ ტრადიციისამებრ დიდი მადლიერებით, სიყვარულით, პატივისცემით, რა თქმა უნდა, განსაკუთრებით ჩემი არხის გამომწერებს, როცა ამ სიტყვას ვამბობ, რაღაცა მეღიმება ხოლმე და იმედია, რომ თქვენც გრძნობთ ამ ჩემს ემოციას და იმ ადამიანებს, რომლებიც უკავშირს არ იშურებთ სხვადასხვა ფორმით. სხვაჩვენს იმ ადამიანებსაც კიდევ ერთხელ განვიმეორდები, რომლებიც დღემდე კულისებიდან მაკვირდებით და მაინც ერთგულად მიყურებთ და ნდობას მიცხადებთ. სანამ გაშლას დავიწყებ, მეგობრებო, მინდა ვთქვა, რომ გარკვეული პერიოდი, ვფიქრობდი, რომ სანთლის და ტაროს მიღმა არაფერი არ უნდა გამეკეთებინა, იმიტომ რომ ყველაზე მეტად როცა უჭირს ადამიანს ფსიქოლოგიურად, ყველაზე სწორი ინსტრუმენტები არის ტარო და არის სანთელი. რაც შეეხება ნათალურ უკას, ასტროლოგიას და ასე შემდეგ, ეს არის ასე ვთქვათ, დამატებითი ბენეფიტები, ბონუსები, კომფორტის თემაა უფრო. ანუ კარგათაც რო ვარ და მაინტერესებს, ცნობის მოყარეობის ნაწილია რა, უფრო ჩემთვის, ჩემი სუბიექტური გადასახედიდან და აი ეს დანარჩენი ადამიანს როცა ძალიან უჭირს, მაშინ იწყებს ამ თემაზე ფიქრს, ხო, რომ აი ტაროს კითხოს, რაღაც ვიღაცას კითხოს, რაღაცა პასუხი მოიძიოს და პლუს ამას თან როცა ძალიან მძიმე ემოციური ფონი აქვს, წმენდასაც მიმართოს. და მე ჩემს ვალად ამას ვთვლიდი. ვთვლიდი ასევე ჩემს ვალად იმას, რომ არ შეიძლება არ მივცეთ უფლება იმ ადამიანებსაც თავი იგრძნონ კარგად, ვისაც არ აქვს ხო რაღაცა ხუთნიშნიანი ხელფასი, ხუთ ნულიანი, ხო, ხუთნიშნიანი ხელფასი და არ აქვს ის შესაძლებლობები, რომ გარკვეული თანხები გადაიხადონ, რომელიც ნამდვილად ღირს, მეგობრებო. აბსოლუტურად პატივს ვცემ თითოეულ ჩემს კოლეგას, რომლებიც საკმაოდ ისეთ თანხებს ამბობენ, იმიტომ რომ ეს ნამდვილად კოლოსალურ ენერგიას, შრომას და სხვაჩვენს მატერიალურ დანახარჯსაც მოითხოვს, მაგრამ მე ასეთი მიდგომა მქონდა. ახლა მივხვდი, რომ ესე იგი აგრესიული მარკეტინგი იმდენად აქტუალურია დღევანდელ სამყაროში, რომ აქაც ეს უფრო იმარჯვებს, ვიდრე ის მომენტი ვთქვათ, რომ ადამიანურად მიუდგე რაღაცა საკითხებს და მე ადამიანებს ეჭვი უჩნდებათ, რომ რაღაცა ისეთ მაღალ თანხას არ ითხოვს, ან საერთოდ არ ითხოვს, ესე იგი რაღაცა ისი არ არის. ხო და ამიტომ უკაცრავად ბოდიშს ვიხდი, მაგრამ სანამ კი არა და ხო აი მიჭირს ამ ინფორმაციის გაჟღერება, მაგრამ უნდა ვთქვა, ძველი ვინც არის ჩემთან, ვინც ახლა ჩაწერილი კონსულტაციას და ჯერ არ შემდგარა ჩვენი კონსულტაცია, იმათთან ძველი პრინციპით ვიმუშავებ, რომ იციან რაც, როგორც და რანაირადაც. მაგრამ ახლები, ვისაც გექნებათ სურვილი, იქ რაღაცა გარკვეულად ალბათ ცვლილებები თანხებთან დაკავშირებით მექნება. სხვანაირად არ გამოდის, ვხედავ, რომ სხვანაირად კიდევ ერთხელ ვიმეორებ, სხვა ჭრილში განიხილავენ როგორც ჩანს ადამიანები. ხო, აი დღემდე ვერ გადავიარე და ვერ მივხვდი ეს იგივე სანთელთან დასმული კითხვა, ხო, აი რატო უნდა მოგივიდეს აზრად, მაგრამ რა ვიცი, ხა რა კი ჩნდება ეს აზრები, ესე იგი გასაგებია, ხო, წამალთანაც და საკვებთანაც ესე გვაქვს, რომ დაბალი ფასი თუ ესე იგი არ ვარ გადა, მაღალი ფასი თუა კარგია და კი ბატონო, კაი, ესე იყოს და ნახოთ, ხო? ეგეც არაა პრობლემა. და დღეს მინდა ესეთი ორ ვარიანტზე ესეთი პატარა მოკლე გაშლა გავაკეთო. რაც მოხდა თქვენს ცხოვრებაში, ის სიტუაცია კიდევ განმეორდება თუ არა მომავალში. არ ვიცი, რა მოხდა, ეს პირადი იქნება თუ რა და როგორ იქნება, თვითონ ტარო მაჩვენოს კონკრეტულ ვარიანტზე, ხო? რაც მოხდა თქვენს ცხოვრებაში, ის კიდევ ერთხელ დადგება თუ არა და განმეორდება თუ არა თქვენს ცხოვრებაში პირველი მეორე ვარიანტი. და ვნახოთ, გავჭრათ არკანები. ვისთვის არის გაშლა? ორიანი ხმლები, ხო, ორიანი ხმლებით, მეგობრებო, სამწუხაროდ არ არის ისეთი ენერგიები, ხო, რომ აღფრთოვანდე, როგორც ვიცი ხოლმე სიგნიფიკაციის დროს, მაგრამ მგონია მაინც, რომ აქ რაღაცა თქვენს ენერგიებს მიყვებით და არა, მაინც თქვენს თვისობრივ რაღაცა მომენტებზე უნდა მანიშნებდეს ეს თემა. თუმცა ორიანი ხმლები მაინც არის გზაგასაყარი, ხო, ეხლა ვთქვათ, სხვა ნეგატიურ წიაღსვლებს რო თავი გავანებოთ ამ არკანთან. მაინც არის რაღაცა არჩევანი. როგორი არჩევანია თან იცით, აი ტკივნეული.
თითქოს აი ნაძალადევიც, თითქოს აი როგორი მომენტი იცი, რომ სხვა გზა არ მაქვს და აი ჯანდაბას დავნებდი რა, დაგნებდი, ხო? აი გახლეჩვა რაღაცა ორ სიტუაციას შორის, რომ აქეთაც მინდა, იქითაც მინდა, ესეც მინდა, ისიც მინდა. აი თითქოს რაღაცა გადაწყვეტილებებს ძალიან აი ისეთ პროცესში მიწევს გადაწყვეტილების მიღება და ისეთ სიტუაციაში, რომ აი ამაზე მტკივნეული და ამაზე რთული და ამაზე სტრესული რა შეიძლება იყოს, ხო? და თან შეიძლება რაღაცა ძალიან გაწუხებდეთ, მეგობრებო, რაღაცა დაფარული ინფორმაცია გქონდეთ ისეთი, რომელსაც ხმამაღლა ვერ იცახით და აი ამ სიტუაციაში ძალიან ცუდად იყოთ ჩაჭედილი, რა, მოდი ასე ვიტყოდი. რაც შეეხება მეგობრებო, ძალიან დიდად არ ვამახვილებ ხოლმე ამაზე ყურადღებას, მაგრამ პროფესიით შეიძლება ვიღაცა იყოთ, არ ვიცი. იარაღთან კავშირში ვინც არიან ისეთი ადამიანები, ამავდროულად შესაძლოა იყოთ ექიმიც და ასევე შესაძლოა ბრძანდებოდეთ ჩემი კოლეგაც, რაც არ უნდა გასაკვირი იყოს. ხო, ну, სტიქით ჰაერი და ჰაერის სისტემაზე გადათამაშდება განსაკუთრებით სასწორზე. რაც შეეხება ახლა, ვნახოთ ის, რაც თქვენს ცხოვრებაში იყო, სამი არკანით ვნახოთ, განმეორდება თუ არა მომავალ პერიოდში. იგივე სიტუაცია. რა იყო ვნახოთ ჯერ? ხო, რა იყო მეგობრებო და აქ რაღაცა ისეთი ორ საჯაროა გაშლა და ამიტომ მე უნდა გავაჟღერო ორი ვერსია. აქ მყავს მე იმპერატრიცა, აქ მაქვს მე სამიანი ხმლები და მაქვს ცხრიანი კვერთხები. ანუ როგორი მომენტია, იცით, აქ ცალსახად ურთიერთობას უკავშირდება მომენტი. აქ არის ცხრიანი კვერთხებით როგორი მომენტი გაქვთ, იცით, აი უკუღმა დავიწყებ, ნახეთ და წავალ მაღალი არკანისკენ. ცხრიანი კვერთხებით, აი როგორი მომენტია, იცით, რომ ყველაფრის მიუხედავად რაც თქვენ ცხოვრებაში იყო, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან დაღლილი ხართ, აღარაფრის არაქათი აღარ გაქვთ, ხო? აი არ ვიცი, შეიძლება ეხლაც იბრძვით რეალურად და ეხლაც უკვე კიდე პროცესშია ეს სიტუაცია. ძალიან გინდათ რომ შინაგანი ძალა იპოვოთ წარსული სიტუაციისგან, წარსული რაღაცა მომენტების, აი როგორი იცით, რომ ხო იცით ვიღაცას შეეშალა რაღაცა, ან თქვენ შეგეშალათ, მაგრამ მაინც გამართლებას რო უძებნით, აი დაახლოებით ეგეთი მომენტი. ამავე დროს შეიძლება ცოტა შიშიც გქონდეთ, აკვიატება გქონდეთ, რაღაცა სუცელოდებოდეთ და თან აი თავდაცვით რეჟიმშიც იყოთ გადასული, მაგრამ თავდაცვითი რეჟიმის გარდა აი გამბედავი მომენტიც გქონდეთ რა, რომ მე მაინც ამას შევძლებ. რაღაცა ესეთი მომენტი. ჯერ ეს ამბავი თქვენში დასრულებული არ არის, ვერ ვიტყვი რომ დასრულებულია. სამიანი ხმლებით ღალატს უკავშირდება, ცალსახად ეს თემა რაღაცა ურთიერთობას, რამაც მოკლედ თქვენი მარტივმრავლება დაშლაც კი შეიძლება გამოიწვია, რაღაც არეულობა, სხვათა შორის გაურკვევლობები, დაბნეულება უფრო სიყვარულის თემას უკავშირდება, ეს არ გამოვრიცხავ აქ რაღაცა სამკუთხედის თემაც იყო იმპერატრიცის არკანით და ან თქვენ იყავით რეალურად იმპერატრიცის პოზიციაში, ან თქვენ იყავით მეუღლე და ვიღაცამ რა პარტნიორმა გიღალატათ სხვასთან, მამაკაცები მიყურებთ თუ ქალბატონები არ აქვს ამას მნიშვნელობა, ან თქვენ იყავით მესამე პირი და იმპერატრიცის ანუ თემა რა, თქვენ ყავდათ ეს პარტნიორი, რომელთანაც მე ეს ბოლომდე ყველაფერი ზღაპრის ბოლო კეთილიათი ვერ დასრულდა მოკლედ. ურთიერთობის თემა, დაკარგული, ნაწყენი, ნატკენი. აი ძალიან მოკლე რეზიუმე რომ გავაკეთო და მომავალში თუ განმეორდება, ხო. რა გითხრათ მეგობრებო? აქ მე განმეორების მომენტს ვერ ხედავ და რატომ? მაქვს 6-იანი ხმლები, ანუ წასვლის, შეცვლის, ცვლილების, გადანაცვლების პროცესი, ხო? როცა რაღაცას ვაღწევ თავს და მაქვს პენტაკლების ენერგია, სტაბილურობის ენერგია და პენტაკლები ზოგადად არის ცოტა ისეთი მოგეხსენებათ, ნელი ენერგია, ხო? მე მაინც აქ ისეთი ინფორმაცია მომდის, რომ
არ ეს წარსულს ჩაბარდა ეს სიტუაცია თქვენ აღარ გინდათ ემოციური საქანელები თქვენ აღარ გინდათ ნერვიულობები თქვენ აღარ გინდათ ასე ვთქვათ მუდმივი ნერვიულობა იმ ნაწილში და მუდმივი შიში რო კიდევ რა იქნება თან აქ ცოტა ისე მგონია რომ საკმაოდ ცუდად და უსიამოვნოდ მოხდა თქვენი დაშორება არ იყო ეს რომ დავსხედით და გადავწყვიტეთ კი იმეთკინა კი ძალიან ვინერვიულე მაგრამ ცივილურად არა აქ რაღაცა ცოტა ზედმეტ უხეშობებსაც შეიძლება ქონოდა ადგილი ნახეთ როგორი მომენტია მეგობრებო აქ უფრო მგონია რომ თქვენ ცხოვრებაში სამომავლოდ თუ აი მაინც რაკიღა საჯაროა აი ეს წასვლა დავაზუსტოთ მაგრამ მაინც ანუ თუ მაინც კიდე არის იმისი შანსი რომ ამ წასვლით ადამიანი ანუ უკან წასვლას თქვენთან მოსვლას გულისხმობდეს ხო ოჯახით დასრულდება მაგრამ არა აქ მე მაინც სხვა ინფორმაცია მომდის მე მგონია რომ ეს ადამიანი უკვე წარსულს ჩაბარდა ასია აღდგება ურთიერთობა არა და რატო გეტყვით იმპერატორია და რას ქვია არა მეგობრებო აქ თქვენ იპოვით იმის ძალას რომ ეს ყველაფერი გაანულოთ, ყველაფერი გაანეიტრალოთ, მიხვდებით რომ ამ ადამიანთან ურთიერთობა სტრესის, ნერვიულობის, მიჯაჭვულობის და ასე ვთქვათ არაჯანსაღი ენერგიების მეც არაფერს გაძლევთ, ხართ თავდაცვით რეჟიმში გადასული, ის იმპერატორია რა, ის იქრჩება სადაც არის, მოდი ასე გეტყოდით და თქვენ ცხოვრებაში შემოდის სხვა ადამიანი, აგერ კვერთხების რაინდის არკანით და მაგის არკანით თქვენ ცხოვრებაში აბსოლუტურად ახალი სიტუაცია დაიწყება არა ის წარსული ურთიერთობა რაც შეიძლება დღეს კიდევ ერთხელ ვიმეორებ მტკივნეულად გახსენდებათ არ სრულდება ნახოთ ახლა მეორე ვარიანტი რა ამბობს მოგვიყვება და რასთან დაკავშირებით მოგვიყვება ესეც ვნახოთ ჩემო კარგო ადამიანებო ვისთვის არის ეს ვნახოთ ხუთიანი კვერთხები რა გჭირთ ხალხო დღეს ადამიანი რომელიც აი ჩიხშია შესული ოღონდ როგორ ჩიხშია იცით შესული რომ თავდაცვით სიტუაციაში თავდაცვით რეჟიმში რომ ერთი ვინმე გამეკაროს თუ როგორ არის ის ლექსი ხო და ანუ შიშის მომენტი არ არის აი რო გითხრათ რომ აიმე და შიშებში და რაღაცა ძანერვიულობებში იყოს არა ვერ გეტყვით უბრალოდ აი როგორი მომენტია იცით თხად ხაზე ნაკლები ხო კონფლიქტური სიტუაციების ენერგიებში შეიძლება იყოთ რაღაცასთან ძალიან ისეთი დისონანსი გქონდეთ რაღაცის პროტესტის გრძნობაც გქონდეთ გაღიზიანებული იყოთ რაღაცა კონკურენტუნარიანი მომენტებიც აი ენერგიებს მიყვებით რა დღეს ორივე ვარიანტი ну ახლა ამას თუ აწია აქვს მნიშვნელობა გავაჟღერებ რომ შეიძლება ფიზიკური სამსახურით იყოთ დაკავებული ვიღაცა მშენებელი იყოთ ვიღაცა ანუ ხელოსანი რაღაც ფიზიკურად მიჩრომობთ ან სპორტსმენი იყოთ ვიღაცა სპორტის სფეროდან ადამიანი რა არ ვიცი ხო რაღაცა ეგეთ ენერგიებთან ну ცეცხლის ენერგია გასაკებია თავისთავად ან სპორტთან დაკავშირებული არ ვიცი ინსტრუქტორი იყოთ რაღაცა ესეთი მომენტი მომდის ფიზიკურად დატვირთული იყოთ რა მოდი ასე ვიტყვი რაღაცა ისეთი პროფესია გქონდეთ კარგით აბა მანახე რა იყო თქვენ ცხოვრებაში და თუ შეიძლება რომ ეს ერთი კონკრეტული მოვლენა აწიც მომავალშიც განმეორდეს ნახოთ აბა კვერთხები ოთხიანი პენტაკლები სამიანი კვერთხები და ცხრიანი კვერთხები მეგობრებო აქ მაინც მგონია რაღაცნაირად რომ ოთხიანი პენტაკლებით და სამიანი კვერთხებით რაღაცა საქმესთან დაკავშირებული პრობლემები გაჩნდა თქვენ ცხოვრებაში რაღაცა წამოწყება გქონდათ პირობითად რომელიც მე მაინც მგონია რომ უკავშირდებოდა ბიზნესს რაღაცა თანხებს საქმიანობას მოდი ასე ვიტყოდი ხო მიუყვეთ აი თანრიგობით ოთხიანი პენტაკლებით როგორი მომენტი აი დანაზოგი შეიძლება გქონდათ გაკეთებული შეიძლება რაღაცა ფინანსური აი ოპერაცია ისე ვიღაცას მიეცით თანხა
ნახეთ, ან ვიღაცას ჩაუდეთ თანხა, ვიღაცამ გთხოვათ და აი იმისთვის რომ გეგონათ რომ წარმატებას მოიტანდა ეს ყველაფერი, კი წახვედით ამაზე. და თქვენი დანაზოგი აი ის რომელიც თქვენი ხელმომჭირნეობით ზოგჯერ სიძუნწითაც მოიპოვეთ, ხო? აი ეს რაღაცა მომენტში საპრობლემო გაგიხდათ, არ ვიცი. ან თავდებში ჩაუდექით ვიღაცას, ან თანხას ესხეთ, ან ბოლო-ბოლო სულაც რაღაცა ვითომ ბიზნესის დაწყების თემა იყო. აქ დავამატებ მე ერთ არკანს, მაგრამ სანამ არკანს დავამატებდი, სამიანი კვერთხებით, მეგობრებო, აი ხომ გეუბნებით, შეიძლება რაღაცა დასაწყისი თემაც იყო, სადაც უნდა თქვენ გაგემარჯვებინათ. მაპატიეთ ნახეთ, სადაც ფინანსური სტაბილურობა უნდა, აი რაღაცა სავაჭრო სფეროსაც უკავშირდება თითქოს, ან სამოგზაურო, ნახეთ ემიგრაციაში აი, უყურეთ, ესეც შეიძლება, რომ ვიღაცამ შეგითანხმდათ, რაღაცა გარკვეული თანხის ანსო თქვენ ემიგრაციაში წახვედით, რაღაცა პროგრესი გქონდათ, ორიენტირი, გეგონათ, რომ აბსოლუტურად სხვა სცენარს და სხვა სიტუაციას მიიღებდით, გრძელვადიან პერსპექტივებზე გქონდათ გათვლა, მაგრამ ნუ სამწუხაროდ ცხრიანი კვერთხებით რაღაცები ისე არ წავიდა, როგორც უნდა წასულიყო და რეალურად ასე ვთქვათ, პატარ-პატარა იმედგაცრუება მაპატიეთ შეგხვდათ, ხო? ანუ რა არის ცხრიანი კვერთხები, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ბრძოლა, ნერვიულობა, არ ვიცი, დანაკარგები, თან ასე ვთქვათ, შიში და ცუდის მოლოდინი, თან მაინც რომ არ ეპუები და იბრძვი, აი მგონია რომ მაინც ეს მომენტია რა უცხოეთში წასვლის თემას უფრო განვიხილავ, აი მოგზაურობასაც ხო უკავშირდება, ანუ საქმიანობის გამო წასვლას და ძალიან გეჩქარებოდათ თქვენ ეს მომენტი, ფიქრობდით რომ ოჯახით შეიძლება წაგეყვანათ და ან სულაც იქ ოჯახი შეგექმნათ, მაგრამ რეალურად ეს ფაქტიც სხვანაირ ჭრილში გადაწყდა, აბსოლუტურად სხვა რეალობა დაგხვდათ, ნერვიულობა, მართლა არ ვიცი, შეიძლება ისეთი ფსიქოლოგიური პრობლემებიც დაგეწყოთ, რომ საკუთარი თავიც ვერ გეცნოთ, ხო? და ძალიან ისეთ ნეგატიურ ენერგიებში გადახვედით, აღარავინ აღარ მინდა, არაფერი აღარ მინდა, ყველაფერი ცუდად მიმდის და მოკლედ საკუთარი თავი რაღაცა უბედურ პენტაგრამაში ბოლომდე ისე კოჭამდე კი არა ყელამდე ჩაძირეთ რა რაღაცა ესეთი მომენტი მომდის აქ უფრო ფინანსურ ნაწილს და სამსახურებრივ ნაწილს უკავშირდება. განმეორდება ეს ამბავი, ანუ განმეორდება რა სახით განმეორებას ვკითხულობთ, ხო? ანუ რეალურად ის ცუდი გამოცდილება თუ გაგიმეორდებათ, არ გაგიმეორდებათ, მეგობრებო. აქ ეტლის არკანით დააკვირდებით თქვენ როგორი ნარნარი ნეტარი, ძალიან აი მაპატიეს და უდარდელა ტიპია. ისე ღიღინღინით მოაქროლებს თავის ეტლს, ბალანსიც დაცული აქვს, გზაც ფართოა, იცის სად მიდის და მოკლედ არაფერი სანერვიულო არ აქვს, ხო? ორიანი კვერთხები და 10-იანი პენტაკლები მაქვს გვერდით. ორიანი კვერთხებითაც კი ბატონო, მაინც ორიანია თითქოს, ხო? ისე ჟღერს ხოლმე რა ყურში, მაგრამ ორიანი კვერთხებით ძალიან ბევრი შესაძლებლობები გაგიჩნდებათ. გაგიჩნდებათ შანსი იმის, რომ ნახეთ სწორი შედეგები მიიღოთ. სხვა შორის ეს ემიგრაციის არკანია, რომ იცოდეთ, ხშირად არჩევანსაც ნიშნავს და როგორი მომენტი გექნებათ, იცით, ნახეთ, თუ რამე იქ უსიამოვნება იყო, გაგიმართლებთ, მეგობრებო. თუ თქვათ, აი წასულები იყავით, არ გაგიმართლეთ და დაბრუნდით, კიდე და მოგიწევთ წასვლა, აღო ნამჯერად გაგიმართლებთ და 10-იანი პენტაკლები თქვენ ხვავს ბარაკას დოვლად, თქვენს სტაბილურობას და თქვენს ასე ვთქვათ, ნახეთ, მყარ საფუძველს შეუქმნით თქვენს სიტუაციას და სხვა შორის მინდა გითხრათ, რომ ვიღაცებმა შეიძლება ოჯახით შექმნათ, ან თუ ოჯახი გვერდით არ ყავთ, წაიყვანოთ. მოდი ერთი არკანით მითხარი, ანუ პოზიტიურ ნაწილში განმეორდება, ვთქვათ, ის წასვლა, თუ ხელახლა კიდე რაღაცის მცდელობა, სწორად მივდივარ, რა თქმა უნდა, სწორად მივდივარ, იმპერატრიცის არკანია, მეგობრებო და სრული ჰარმონია და არ ვიცი, სრული სტაბილურობა და გამართლება და იყვალი თქვენს მხარეს იქნება. ხო, არ ვიცი, ძალიან მიხარია ხოლმე, როცა რაღაც კარგი ინფორმაციას ვაჟღერებ და დღეს ნამდვილად ეს შემთხვევაა მეორე ვარიანტში, განსაკუთრებით, იმიტომ რომ პირველი ხო მაინც ურთიერთობას ეხებოდა ცალსახადან ურთიერთობაში რა ვქნათ. კარგი, დაგემშვიდობებით, ჩემო კარგო ადამიანებო, ბედნიერი დღე ნახვამდის.